და კიდევ ერთი თემა, რომელიც ენერგეტიკის განვითარებას ეხება, რაც ჩვენი ეკონომიკის მდგრადობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტია. მე მინდა მადლობა გადაუხადო გამოხმაურებისთვის კომპანია აჭარისწყალი საქართველოს, რომელთაც მოგვაწოდეს ინფორმაცია და კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია, რომელიც ფლობს 187 მეგავატის სიმძლავრის შუახევი ჰესის კასკადს. ეს იყო პირველი კომპანია ქართულ ენერგოსექტორში, რომელმაც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტანდარტი შექმნა. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, კომპანიამ ჯერ კიდევ შუახევი ჰესის მშენებლობის დაწყებამდე შეისწავლა რეგიონის საჭიროებები და შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშავა გრძელვადიანი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგია, სადაც სამი მთავარი მიმართულება განისაზღვრა: განათლების მხარდაჭერა და ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივი თემების მხარდაჭერა, მცირე ბიზნესის დაფინანსება და ინფრასტრუქტურული განვითარება. შუახევი ჰესის კასკადის მშენებლობის დაწყებიდან ოპერირებიდან უკვე ამუშავებამდე ვიდრე ასობით სოციალური პროექტი განხორციელდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი ყველა პროექტი იყო გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული. და მეორე, ყველა პროექტი იგეგმებოდა და ხორციელდებოდა უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტების მონაწილეობით. კიდევ უფრო კონკრეტულად მინდა ჩავშალოთ, განხორციელებულია 170-ზე მეტი სოციალური პროექტი, რომელმაც ჯამურად 10,000-ზე მეტ ადამიანს ადგილზე მოუტანა სარგებელი და დაფინანსებულია 70 მცირე მეწარმე. სოციალური პროექტებისთვის დახარჯული თანხა დაახლოებით 9 მილიონ ლარში ადგეს. ეს არის განათლების და ცნობიერების ამაღლებაში 1,200,000, ადგილობრივი თემების მხარდაჭერა 4,550,000 და ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისთვის დახარჯულია უკვე 3 მილიონი ლარი. ასობით სოციალური პროექტის შედეგი, რომელსაც წლებია ვადევნებთ თვალს, არის ცალსახად შთამბეჭდავი. დღეს გამოვყოფთ განათლების მიმართულებით განხორციელებულ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელმაც საუკეთესო შედეგები აჩვენა და ეს პროექტი ჩვენი ყურადღების ქვეშ ჯერ კიდევ გასულ წელს მოექცა. კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიამ რამდენიმე წელიწადია, რაც ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ცენტრს მუდმივად აფინანსებს. ხულოში ცხოვრებ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ 5 საგანში ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია და ბიოლოგია მოემზადონ კომპანიის სრული დაფინანსებით. 2023 წელს მოსამზადებელი ცენტრის ყველა მოსწავლე, აბსოლუტურად ყველა მოსწავლე წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. და უფრო მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა ქეთი შავაძეზეა საუბარი. ინგლისურ ენაში 70 ქულიდან 70 მოხსნა. ოჯახ ქეთის. მოსწავლეები ჩაირიცხენ საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებში. ეს წარმატებული პროექტი არის კიდევ ერთი ცალსახმა მაგალითი მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესებისა, რომელსაც სწორად აქვს განსაზღვრული მოქმედების სტრატეგია, პრიორიტეტები, ხედვა, როგორ შეიძლება შეცვალოს მოკლევადიან პერსპექტივაში კონკრეტული ადამიანების ცხოვრება, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ. კომპანია აჭარისწყალი ჯორჯია მიმდინარე წელსაც აფინანსებს ცხადი აბიტურიენტების მოსამზადებელ ცენტრს. ჩვენ გადავწყვიტეთ და ჩვენი გადამღები ჯგუფი უახლოეს პერიოდში გაემგზავრება ხულოში. და კიდევ უფრო მეც მოგიყვებით აი ამ საგანმანათლებლო პროექტის შესახებ. საგანმანათლებლო პროექტი ერთ-ერთია მრავალ წარმატებულ პროექტ შორის, რომელიც კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას სახელთან ასოცირდება და კომპანიის გუნდი, როგორც გითხარით, მუდმივ კომუნიკაციაშია ადგილობრივ მოსახლეობასთან, რასაც გამორჩეულად ვაფასებთ. გამორჩეულად ვაფასებთ და სამაგალითოდ ვთვლით და ერთობლივი ძალისხმევით ასევე იგეგმება და ხორციელდება შუახევი ჰესის არეალში მცხოვრები ადამიანების საჭიროებებზე ორიენტირებული სოციალური პროექტები. წარმატებები აჭარისწყალი ჯორჯიას გონიერ გუნდს და მენეჯმენტს ესეთი საქმეების კეთებაში.